გარემოსდაცვის სამინისტროს მტკიცებით თბილისის იზოტოპების ინსტიტუტში ნაპოვნი პლუტონიუმი დაცულ ადგილას არის გადატანილი. მწვანეთა პარტიაში კი აცხადებენ, რომ მსგავსი საცავები საქართველოში არ არსებობს. მართლაც დღეს აღმოაჩინეს თუ არა ნივთიერება, რომელსაც ტერორისტები ეგრეთ წოდებული ჭუჭყიანი ბომბების დასამზადებლად იყენებენ. ოფიციალური პოზიცია და ფიზიკოსების ეჭვები. რა ნივთიერებაა პლუტონიუმი და არის თუ არა საქართველოში მისგან დაცვის აუცილებლობა ან საშუალება? ამ საკითხებით თიკა ანდღულაძე დაინტერესდა. პლუტონიუმი ერთ-ერთი ყველაზე საშიში რადიოაქტიური ნივთიერებაა. მას ატომური რეაქტივებისთვის იყენებენ. შავ ბაზარზე პლუტონიუმით ძირითადად ტერორისტები ვაჭრობენ. მისი გამოსხივება იმდენად ძლიერია, რომ ადამიანებს ონკოლოგიურ დაავადებებს უჩენს. საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად იბრძვის ამ ბირთვული მასალის გამოყენების წინააღმდეგ. ასეთია ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტი რადიოაქტიური ნივთიერების პლუტონიუმის შესახებ მოგაწვდით. სწორედ ეს ნივთიერება აღმოაჩინეს თბილისში, იზოტოპების ინსტიტუტის საცავში. როგორ შეიძლება რომელიღაცა ნიშნულოვან ასე თქვა ცნობილ წარმოებაში საწყობში ინახებოდეს თქვა ისეთი ნივთიერება, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღრიცხვის სუბიექტია. გია გაჩეჩილაძისთვის დაუჯერებელია გარემოსდაცვის სამინისტროს განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ იზოტოპების ინსტიტუტში აღმოჩენილი პლუტონიუმი 42 წლის განმავლობაში არალეგალურად ისე ინახებოდა, რომ მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ეს არის ყვითელი ფერის. მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ პლუტონიუმს სპეციალური ნიშანი აკრავს, რომელიც იზოტოპების ინსტიტუტის თანამშრომლებს აუცილებლად უნდა მოხვედროდათ თვალში. გარდა ამისა, 1998 წელს ბირთვული და რადიოაქტიული უსაფრთხოების კანონის მიღების შემდეგ ამ ინსტიტუტში აღრიცხვა ჩატარდა. მაშინდელი მონაცემები მწვანეთა პარტიაში კარგად ახსოვთ. არარეგისტრირებული ბირთვული მასალა 1998-99 წლებში აღრიცხვის დოკუმენტებში დაფიქსირებული არ ყოფილა. გია გაჩეჩილაძის თქმით, ამ საკითხის გამოძიება სახელმწიფოს ინტერესი უნდა გახდეს. ეს აუცილებლად უნდა გამოიძიოს. პირველ რიგში გარემოსდაცვის სამინისტრომ უნდა გამოიძიოს, რადგან პასუხისმგებელი ის არის და თუ ის ვერ გამოიძიოს, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს აუცილებლად. რომ ერთი პრეცედენტი მაინც შეიქმნას, რომ ამდაგვარი საფრთხის შემცველი რაღაცების კეთება არ შეიძლება და ამის დავიწყება არ შეიძლება. ყოველთვის პრობლემა იყო, სად წაიღოთ ეს ნაპოვნი რადიოაქტიული ნივთიერებები. რადგან სამარხი და შესანახი არ არის ქვეყანაში. გარემოსდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით პლუტონიუმი დღეს უკვე სპეციალურ საცავში გადაიტანეს და ის ადამიანებისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს. ნეიტრონული წყარო მოთავსებულია პარაფინში. ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მოსახლეობისათვის, რადგან არის გადატანილი სპეციალურ შესანახში და განთავსებულია უსაფრთხოდ. მწვანეთა პარტიაში ამბობენ, რომ პროკურატურა იმითაც უნდა დაინტერესდეს, სად გადაიტანეს რეალურად ბირთვული მასალა, რადგან სპეციალური საცავები რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს. იზოტოპების ინსტიტუტში ამ კითხვაზე კომენტარი არ გააკეთეს. ჟურნალისტებიც შენობაში შერჩევით შეუშვეს. სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს არც პროკურატურის წარმომადგენლებმა, თუმცა პროკურატურის პრესამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება პლუტონიუმის საქმეზე უკვე დაწყებულია. პროცესი, რომელიც საზოგადოებაში საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ დაიწყო. ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეჩერებას ამჯერად იუნესკო ითხოვს. კულტურის სამინისტროს არგუმენტი და საზოგადოების პოზიცია თემას ქეთი ფარცხალაძე განაგრძობს. იუნესკო ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34 სესიამ ქუთაისის ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში შეიტანა. კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება იმ შეუქცევადი ჩარევის გამო, რომელიც ბაგრატის ტაძარზე ხორციელდება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ რეკონსტრუქციის პროექტის შეცვლა შესაძლებელია და მოითხოვს კათედრალზე დაუყოვნებლივ შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ნათქვამია განცხადებაში. იუნესკომ რეალისტურად შეაფასა ის საფრთხე, რომელიც ტაძარს შეექმნა გასულ წელს დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად. და ჩვენ მაშინაც ვამბობდით და ახლაც მიგვაჩნია, რომ ის სამუშაოები, რომელიც დღეს იუნესკოც მოიხსენიებს, რომ არის შეუქცევადი ზიანი ძეგლზე და შეუქმნის საფრთხეს მის ავთენტურობას და მთლიანობას. გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის დირექტორი მარიამ დიდებულიძე მიიჩნევს, რომ 90-იანი წლების დასაწყისში იუნესკოს შემადგენლობაში ბაგრატის ტაძრის არქეოლოგიური ძეგლის სტატუსით შესვლა თლად გამართლებული არ არის და ამიტომ იუნესკოსთან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. როდესაც დადგა საკითხი კვლავ
ეკლესიების ამოქმედებაზე ან ფუნქციის დაბრუნებაზე საჭირო იყო ახალი მოლაპარაკების დაწყება იუნესკოსთან, დასაბუთება იმისა, რომ ეს ტაძარი როგორც ფუნქციურად გამართული უნდა აღდგეს, ანუ შეიცვალოს მისი სტატუსი, თავიდან უნდა შეიძლება საერთოდ ამოეღოთ სიიდან და თავიდან უკვე სხვა სტატუსით შეეტანა ციაში. ეს რაღაცნაირად ისე გამორჩენილი იყო ეს პროცედურული საკითხები. იუნესკო ხანდახან საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის იუნესკო ცოტა ხისტი არის ხოლმე. ის რომ ესეც ჩავიბარეთ ნანგრევები და ნანგრევები უნდა იყოს სულ. მარიამ დიდებულიძის აზრით ბაგრატის ტაძარი უნდა აღდგეს სარეკონსტრუქციო სამუშაოების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის ნიკოლოზ რურუა. არის ამ სიაში, საფრთხე შექმნილი ტაძრების სიაში, იმიტომ რომ ბუნებრივია ეგ პრობლემა, რომელიც ამ ტაძარს ყოველთვის ჰქონდა, გამოქარვა, წყალი, თოვლი, წვიმა, ეს პრობლემად რჩება და ამიტომ ეხა საჭიროა იუნესკოსთან თანამშრომლობით ამ რესტავრაციის ბოლომდე მიყვანა, იმიტომ რომ ყველაზე საშიშ მდგომარეობაში ის იქნება მაშინ თუ დავატოვებთ ესე როგორც არის. მე-11 საუკუნეების მიჯნაზე აგებული ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციამ საზოგადოების ნაწილის მღელვარება გამოიწვია. ყველა რესპონდენტი ამ საკითხის გადაწყვეტაში საპატრიარქოს სურვილის გათვალისწინებას აღნიშნავს.